მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში 98-სა და 5-ზე FM. ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება რევას კარანაძე, პოლიტეკონომისტი, ეკონომიკური პოლიტიკა თუ პოლიტიკური ეკონომიკა. პოლიტეკონომისტი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ და ვილაპარაკებთ პრო ესე თქვა გლობალურ საკითხებზე და ცხადია რომ შემდეგ დროს დაუთმობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც სწორედ აი ამ ჭრილში. იმიტომ რომ ჩვენ დავკვირვებით, ჩვენ გვაქვს ერთგვარი აცდენა. ანუ თითქოს საქართველოს რაღაც გარკვეულწილად ცალკე არსებობს და ფიქრობ ეს არის წინა წლების დამსახურება, როდესაც ერთგვარად უჭირდა ქვეყანას რაღაცა გლობალური კონტექსტის აღქმა. მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა ეს ძალიან შეცვალა. ერთი მთავარი საკითხი ბოლო 3 წლის განმავლობაში ბუნებრივია იყო რუსეთ-უკრაინის ომი, რომელსაც ჩვენზე პირდაპირ ზეგავლენა იქონია და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი შეცვალა. შემდეგ ჩვენ გვახსოვს 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელებული ტერორისტული აქტი, რასაც მოყვა ისრაელის პასუხი და გაჩნდა ძალიან სერიოზული რაღაცა ესეთი შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის მხოლოდ ტერორისტულ აქტზე პასუხი და რეაგირება, არამედ ისრაელი ძალოვანი გზით ჭრის იმ პრობლემებს, რომელიც მას აწლევლების განმავლობაში შექმნის დღიდან გააჩნია და მას სურს რაღაც ბალანსის შექმნა და ამას უცებ ეხა ემატება ახალი ესკალაცია, რომელსაც მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება, ესეთი დისტანციური ომი, პრაქტიკულად სრულმასშტაბიანი ამგაგებით ისრაელსა და ირანს შორის. რევას, შენი აზრით რა ხდება ირანში? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ვუყურებთ ახლა ცდელობას, რომ ვიხილოთ ერაყი ნომერი 2, ასე ვიტყოდი. ისრაელი ბოლო 30 წელია, ნეთანიაჰუ 90-იანი წლებიდან ამბობს, რომ ირანი 2-3 წელიწადში, 6 თვეში, 5 თვეში ყოველ მის გამოცვლაში 1996 წლიდან ამბობს, რომ ირანი სადაცაა შექმნის სპირტულ იარაღს. მიუხედავად იმისა, რომ ირანში უზენაეს ლიდერს გამოცემული აქვს ფატვა. რაც ნიშნავს, რომ მან მისი პირადი განკარგულებით აკრძალა ბირთვული იარაღის შექმნა. საბოლოო ჯამში კი დღეს რაც ხდება ირანში, ეს არის მიმართული თავიდან ბოლომდე რეჟიმის ცვლილებაზე. როგორც ერაყში დაამხეს რეჟიმი და მე აღმოჩნდა, რომ არანაირი მასობრივი განადგურების იარაღი არ ჰქონდა ერაყს, იგივეს ცდელობა დღესაც მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ ბარაკ ობამას ადანაშაულებდა, რომ თუ ომი დაიწყება ირანში ეს იქნებოდა ამერიკისთვის კატასტროფული. ამავდროულად ის ეწინააღმდეგებოდა ერაყში შეჭრას, თუმცა დღეს ჩვენ ხედავთ, რომ AIPAC-ი, რაც არის ისრაელ-ამერიკის ლობი, ძალიან ძლიერი არის ამერიკაში და ძალიან დიდი გავლენა აქვს და დღევანდელ დღესაც კი არის ძალიან დიდი არეულობა თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იქნება ეს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, ასე ვთქვათ, არადალაგებული, არათანმიმდევრული პოლიტიკა თუ იქნება ეს ირანის მიმართ არათანმიმდევრული პოლიტიკა. იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელის მე-12 არხი 2 დღის წინ ამბობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვებოდა ომში. ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო პროვოკაციის მცდელობა და ამერიკის ომში ჩართვის მცდელობა, როდესაც პარასკევს დაიწყო ირანზე შეტევა ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე ისრაელმა და ყოველგვარი საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის დარღვევით. შემდეგ აღმოჩნდა ისიც, რომ ისრაელმა ჩაკეტა ამერიკელი ისრაელელები, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მაიკლ ჰაკაბის ქონდა შელაკაპარაკება, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ზედმეტად პროისრაელი და ზედმეტად ესე ვთქვათ ევანგელისტი ქრისტიანი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების ისრაელში, რომელიც ეუბნებოდა ნეთანიაჰუს, რომ გამოუშვი ჩემი მოქალაქეებიო, წავიდნენ. თუმცა ისრაელმა ჩაკეტა და ბევრი ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ ამას სპეციალურად აკეთებს ისრაელი იმისათვის, რომ უფრო მეტი შანსი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევა მოხდეს ირანთან ომში. ჩვენ ხედავთ, რომ მითები, რომ ისრაელი იყო, ასე ვთქვათ, რაღაც აუღებელი და ასე შემდეგ დაიმსხვრა, რომ ირანული რაკეტები ჩამოვარდა თელ-ავივში და ჩვენ ნახეთ ის, რომ ისრაელი ზოგადად მიჩვეული არის, რომ ბავშვების და ქალების ხოცვას მიჩვეული არის და მიჩვეული არის ხელნაკეთ რაკეტებს. და მე ასე მინდა შეგეწინააღმდეგოთ იმაზე, რომ 7 ოქტომბერი იყო მიზეზი. 7 ოქტომბერი არ ყოფილა მიზეზი. 76 წელი არის პალესტინა ოკუპირებული ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დარღვევით. 14 წლის მანძილზე იყო ღაზა ჩაკეტილი, სადაც ისრაელი უწონიდა საჭმელებს
რა შედიოდა და რა გამოდიოდა ღაზაში და ჰამასი რომელიც ეხა ტერორისტად გადაიქცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2005 წელს აღიარეს როგორც პოლიტიკური პარტია. და ჰამასმა გაიმარჯვა არჩევნებში, განსხვავებით დასავლეთ სანაპიროსგან, სადაც დღემდე არის PLO და FATA, რომელმაც არჩევნები არ ჩაატარა 2005 წლის შემდეგ. და პრობლემა ის არის, რომ ამერიკის პოლიტიკაც არ ეთანმიმდევრული იყო. ერთი ხრივ ამბობდა, რომ ორი სახელმწიფოს საშუალება უნდა იყოს, როგორც არის საერთაშორისო ნორმებით, ისრაელი პალესტინის, მათ შორის ღაზაც პალესტინას ეკუთვნის, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავდით, რომ ამერიკა ზედმეტად ყოველთვის მიკერძებული იყო. ანუ ერთი წუთით რო დავანებოთ თავი იმ კონტექსტს, რაც ჩვენ ვიცით ისრაელის სახელმწიფოს, კიბუცების დროს რო თავი დავანებოთ, შექმნის დღიდან, თქო 1947 წლიდან, ხო? თუ რო დავხედავთ რუკას და ისრაელის სახელმწიფოს შემოხაზულობას, რომელიც შემადგენლობაში შედის ეს პალესტინა, რომლის საზღვრებიც მუდმივად იცვლება, იმიტომ რომ იქ მიმდინარეობს შიგნით ესე ვთქვათ ისრაელის დასახლების განსახლება. არალეგალური. ფერებში თუ შევხედავთ აი ამ ცვლილებებს, ისე არ არის როგორც არის რუკის კონტური. წინა პირობებს და კონტექსტს რო თავი დავანებოთ, ჩვენ ხედავთ, რომ ბუნებრივია, რომ ისრაელს უნდადეს ჰომოგენური სახელმწიფოს შექმნა. რატო ფაშისტები არიან? არა, იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ მაგალითად რაც სხვათა შორის გამჟღავდა იგივე დონალდ ტრამპის დამოკიდებულებას, როცა მან ღაზას პრობლემის გადაწყვეტის თავის ხედვა წარმოადგინა, მან თქვა, რომ ის ყველაფერი ნანგრევებია და ეს ნანგრევებამდე ხომ მივიდა საქმე. იქ არაფერი საყიდელი არ არის, რა ფულის შედებაზეა ლაპარაკი, ეს უკვე ჩემია, ან ფაქტობრივად ამერიკის პროტექტორატი გამოაცხადა მანამ ტერიტორიაზე. იმპერიალიზმი ქვია მაგას. და იქვე გაჟონა ამ ხედავ, რომ წარმოიდგინეთ, ხო შეიძლება ეხლა ვცელდებოდა ეს რუკა არაბული სამყაროსი, ხო, ეს თქვა ჩრდილოეთ აფრიკიდან ვიდრე მთელი ამ თავის მიცი რა ქვია არაბეთის ნახევარკუნძულით. ხო, ნუ რამხელარი არაბული სამყარო და რა გახდა ეს პატარა მიწის ნაგლიჯი, თუ არ შეიძლება არაბებმა იწყონ სხვაგან, ბედნიერად ჩვენივრად და იყოს აქ ეს ისრაელი როგორც ჰომოგენური. ანუ ჩემი აზრით, მით უმეტეს ჩვენი ძალიან უტრირებულად ვიძახი რა, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან, ხო, ჩვენც იგივენაირ მდგომარეობაში ვართ, ან ყველა ქართველის წარმოდგენაში, საქართველოს რუკის კონტური არის ისეთი, როგორც ეს არის რუკაზე დატანილი და ჩვენ რო არავის არ აქვს თავის წარმოსახვაში ის კონტური, ორი ტერიტორია რო გვაქვს ჩამოკლებული ან კიდე უფრო მანამდელი პერიოდი და ამას ვიძახი, რომ თითოეული ეს ესკალაციის ფაქტორი ეგ თქვი სწორედ რომ შემდეგ გამოყენებულია იმაში რომ თითქოს ჩდება ნიშნები რომ აი ეს თავისი უფრო ფუნდამენტური პრობლემები გადაწყვიტოს ამით. ანუ პრობლემა საბოლოო ჯამში ხა მე არ შევალ კიდე ღმათ, მაგრამ წარმოიდგინეთ როგორი სიტუაცია არის რა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც იქნა ჰოლოკოსტი, როდესაც გერმანელებმა ჩაიდინეს უდიდესი დანაშაული ჰოლოკოსტი, რაც არის ეთნიკური წმენდა ებრაელებისა, ძალიან ბევრი ებრაელი შემდეგ გადასახლდა და გადაასახლეს, ასე ვთქვათ, ევროპიდან. მათ შორის მოკავშირე ძალებმა, როგორც იყო საფრანგეთი და ბრიტანეთი, პალესტინის მანდატის ტერიტორიაზე. პალესტინის მანდატის ტერიტორია იყო კოლონია, რომელიც არც ეკუთვნოდა ბრიტანეთს და ბრიტანეთმა საიდუმლოდ გადაწყვიტა, შეექმნა ეს ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო ევროპიდან წამოსული იუდეველი ებრაელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იქ უკვე არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობა. დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რომ ვთქვათ, რომ აი ამერიკაში ჩასულ ინგლისელებს ჰქონდათ უფლება გაენადგურებინათ მაგალითად მანჰატას ტომის ხალხი და შეექმნათ მანჰეტენი მერეზე ხო ჰოლანდიელებს. ამიტომ ძალიან პრობლემური არის ეს, რომ ვიღაცა სხვამ გადაწყვიტოს ჩემი ტერიტორიის სხვისთვის მიცემა. საქართველოს იგივე პრობლემის წინაშეა, ჩვენ ვართ აბორიგენები და ხშირ შემთხვევაში ჩვენი ტერიტორიები იქნა, ასე ვთქვათ, ოკუპირებული, განსხვავებული მოსული ხალხის მიერ და ჩვენ და მათ შორის ჩვენი მეზობელი სომხებიც ვიყავით სვერპლი ეთნო-რელიგიური წმენდისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს ისტორიული სამართლიანი მოცემულობიდან ცოტა სხვანაირი შეხედულება უნდა გქონდეს ამ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რამხელა არის აქ პროპაგანდა და სამწუხარო არის ის, რომ ჩვენ საქართველოს ხშირ შემთხვევაში არც ვიცით გეოგრაფიულად სად ვდებარეო და ხანდახან მგონია ხოლმე, რომ მართლა ჩვენთან ლიბერალების ნაწილს განსაკუთრებით გონია, რომ საქართველოს მეზობელი საფრანგეთი, ბულგარეთი და მართლა უკრაინა და მხოლოდ რუსეთი ამ კუთხით არის. თუმცა ჩვენ თუ გადავხედავთ მოცემულობას, ირანში მიმდინარე დესტაბილიზაცია რომ მოხდეს, ეს არის კატასტროფული შედეგების მომდანი, განსაკუთრებით კავკასიის სახელმწიფოებისთვის. იმიტომ რომ აქ იქნება კიდევ ერთი ახალი წყარო დესტაბილიზაციისა და 92 მილიონიან ქვეყნიდან წამოსული დევნილების ნაკადები ჩვენი ქვეყნისთვის არის ვერ გაძლებს, ვერც ეკონომიკურად, თუ არ ვიტყვი სხვა მიმართულებით. უკვე სომხეთში
და აზერბაიჯანის საზღვრებთან სომხეთმა უკვე მიიღო დევნილები ირანიდან. 92 მილიონიანი ქვეყანა არის. ეს არ არის სირია, რომელიც 20 მილიონიანი ქვეყანა. ჩვენ ვნახეთ ერაყში შეჭრის შემდეგ რამხელა დესტაბილიზაცია შეიქმნა რეგიონში. შეიქმნა შემდეგ ისლამური სახელმწიფო, შეიქმნა შემდეგ ქრისტიანების, შიიტი მუსლიმების, იეზიდების დევნა. გამოიშვა რაღაცა სადამ ჰუსეინის სპეცრაზმებიდან მთელი ISIS-ი და ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა. და ისლამური ელემენტი და მივიღეთ. ირანში კიდევ პრობლემა ის არის, რომ ირანში არის ძალიან ბევრი ეთნიკური რეგიონი, მათ შორის სამხრეთ აზერბაიჯანი, მათ შორის ბალუჩისტანი, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება, რომელიც სამოუკიდებლობა დაამბოხითონ პაკისტანს არ აწყობს. ეს იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი და უდიდესი დესტაბილიზაციის მომტანი რეგიონისთვის. ეს იქნება ეკონომიკური კოლაფსი მსოფლიოსთვის. იქიდან გამომდინარე ნავთობთან დაკავშირებული ფასები გაიზრდება და ირანი აუცილებლად თუ ამერიკა ჩაერევა ამაში პასუხს გასცემს. ამერიკის შეერთებულ შტატებს რაც იქნება, მე ვფიქრობ, ბაზებზე შეტევა და მათ შორის ნავთობის ყურის სახელმწიფოებზე შეტევა განხორციელდება, რაც ცალკე კიდე ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს, განსაკუთრებით დასავლური ქვეყნებისთვის. და მიგრაციის ფაქტორი. დასავლურ სამყაროში, რასაც ახლა შენი ამბობ, ეს კრიტიკა იქაც ისმის. რა თქმა უნდა. და საკმაოდ ისეთი მაღალი ტრიბუნიდან და ფიგურების მხრიდან. რო გადავიდეთ უკვე სხვა შრეზე. თუ კი ეს ესე დანახულია და ეს ხო არ არის რაღაც ესეთი ფარული დღის წესრიგი, რომელიც არავის არ ესმის. ეს შეიძლება მე უყურებდი იმას, რა ქვია, ტაკერ კალსულთა ტედ კრუზს, რომელსაც წარმოდგენა არ ქონდა არაფერზე, მაგრამ მარტო ტედ კრუზი ხო არ არის საბედნიეროდ ეს დასავლეთი. თუმცა შეიძლება დასავლეთმა ამ შემთხვევაში ამერიკამ იმოქმედოს როგორც კოლექტივმა ტედ კრუზმა. რა შრეს ხედავ შენ, რა შეიძლება იყოს ის დაფარული ამ ეტაპზე დღის წესრიგი, რამაც შეიძლება სწორედ მოვლენათა ის განვითარება გამოიწვევს, რასაც შენ აღწერ და რომლის წინასწარმეტყველებებიც ეს თქვა არსებობს. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვა და ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდმა რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთხელ მისცა საჯაროდ ინტერვიუ სენატში და განაცხადა თავის ჩვენებაზე, რომ ირანი არ ანვითარებს ბირთვულ იარაღს. ამის მონაცემი მათ არ აქვთ. და სინამდვილეში ტყუილია, რომ თითქოს ისრაელი აძლევს მათ ინფორმაციას. პირიქით ამერიკული დაზვერვა აძლევს მაგალითად მოსადს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ანვითარებს ირანი. საერთაშორისო ატომური სააგენტოც ამას იცახის, მაგრამ თუ გავლენა და თუ მაგალითად ლობის ფული, AIPAC-ის, ისრაელ-ამერიკული ლობის ფული, რა თქმა უნდა, და გავლენა უფრო ძლიერი არის, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებენ რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც, იმიტომ რომ მეინსტრიმ რესპუბლიკელი სენატორები, როგორც ტედ კრუზი არის, რომელიც ყოველთვის პროისრაელი იყო, მიუხედავად იმის რაღაც რელიგიური ფანატიზმისა და მე ვერ ხვდები რა კავშირი აქვს რელიგიურ ფანატიზმს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იუდაიზმი და ქრისტიანობა ორი სხვადასხვა რელიგია. საოცარი განმარტება მოიყვანა საკერთან, რომ იქ ბიბლიაში წერია, რომ ისრაელს ყოველთვის ხარი დაუჭირდეს. ეუნება, მაგრამ პოლიტიკურ სუბიექტზე ხო არ არის ლაპარაკი და უკეთ იქ ძალიან საინტერესო პასაჟია ასეთი. ხო და პრობლემა ზედაპირული ჯასტიფიკაცია. მე ვხედავ იმასაც, რომ რო იყოს ისეთი თანხვედრა და თანხმობა, როგორც იყო მაგალითად ბუშის დროს მთავრობაში, სადაც ბუშმა დაიწყო ერაყზე შეტევა ყველანაირი საერთაშორისო სამართლის ნორმის და გაეროს გვერდისავლით და დარღვევით და გაეროს გვერდისავლით, იგივე მოხდებოდა დღესაც, მაგრამ მე ვხედავ, რომ ძალიან სერიოზული დაპირისპირება არის თვითონ ტრამპის, ასე ვთქვათ, ამორჩევლებში და ტრამპის მხარდამჭერებში. შეიძლება ეს სცენარი განვითარდეს, ნახოთ რომ როგორი მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები. რატომ უნდა განვითარდეს? ანუ რა მე კითხვა მაგაში მდგომარეობს, რომ რა არის ის დღის პროფესორი ვის აწყობს ეს? პროფესორ მირშაიმერს აქვს ძალიან კარგი წიგნი დაწერილი, რომელსაც ქვია ისრაელის ლობი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ წიგნში კარგად არის აღწერილი რამდენი წლის მანძილზე რეიგანის ადმინისტრაციიდან და მანამდე ცდილობდა მაგალითად ისრაელის ლობი ეყიდა სენატორები ან სხვადასხვა გზით დაეშანტაჟებინა. თუ დავაკვირდებით ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატები, როდესაც ერევა რამე კონფლიქტში, იმ კონფლიქტიდან პირიქით უკუჩვენებას იღებს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებიც. ეს არ უნდა აწყობდეს ამერიკას, იმიტომ რომ ამერიკა მთლიანად კიდევ უფრო გადაიმტერებს ისლამურ სამყაროს და არა მარტო ისლამურ სამყაროს, არამედ თვითონ გაწირავს თავისი შრომელი კლასიდან წამოსულ ჯარისკაცებს, გოგოებს და ბიჭებს სიკვდილისთვის უცხო ქვეყნის ომში მონაწილეობისთვის. იმიტომ რომ ერაყში მაგალითად სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობით მე ვერ ვხედავ ამერიკამ რა მიიღო. ან ავღანეთში 20 წელი მოახდინეს ოკუპაცია, ტრილიონები დახარჯეს და თალიბანი ისევ თალიბანით შეცვალეს საბოლოო ჯამით. ხო, ანუ რა მოაქვს ამ ომებს ჩვენ კარგად ხედავთ. რა მოაქვს ისრაელისთვის? ისრაელისთვის მოაქვს ის, რომ მათ უფრო და უფრო ნაკლები მტერი ყავთ იმისაც, რომ გენოციდი ბოლომდე მიიყვანა პალესტინელებს. ხო, თეორია 7 ესე ვთქვათ არაბულ მათ შორის ირანული ქვეყნის, სადაც და ის უკვე კოლაჟიც გაჩნდა.
ნეთანიაჰუსი, რომელიც მოყოლებული 90-იან წლებიდან იძახის, რომ აი ამ ქვეყნის პრობლემას მოვჭედ, ეხლა მოვჭედ ლიბია, ეხლა სირია, აი ესე 7 ქვეყანა და მორჩა ყველაფერი დასრულდება. ერთს მოყვება მეორედ, მესამე და ნუ პრაქტიკულად ყველა ამ ომში ბოლოს და ამ ოპერაციაში აღმოჩნდა ჩათრეული, ესე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები და მართლაც ბოლო წლებში ვთქვით, მაგრამ ჩვენ ხედავთ კიდევ ამ ერთ რაღაცნაირად დიდ ესკალაციას. ეს მუშაობს აი ეს კონფლიქტი რაღაცნაირად მაინც ეხმიანება გარკვეულწილად უკრაინის ომის სტანდებში, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს ომი აჩვენებს, რომ გაუგებარია რა შეზღუდვა აქვს რუსეთს. ამ ომით პირიქით მე ვფიქრობ, რომ ამერიკა რო ჩაერთოს ახლა ირანთან ომში, პირიქით ხელფეხი უფრო მეტად გაეხსნება რუსეთს. არა, ხო და უკვე გაეხსნა იმ განცხადებებით, რაც ჩანს, ხო და თუ კი ირანს აქვს უფლება, იმიტომ რომ რაღაცა წერია კონსტიტუციის პრეამბულაში ისრაელის საწინააღმდეგო ირანის კონსტიტუციას გულისხმობ და თუ ის თავს გზნობს საფრთხის ქვეშ აი ამ პრეამბულის გამო, რომელიც უკვე რა ვიცი 45 წელია იქ წერია, ხო? მაგრამ ირანი არავის არ დასხმია თავზე ბოლო 45 წელია. ხო, მაგას ვიცახი, მაგრამ აი ამ რაღაცა შიშის ფაქტორზე დაფუძნებით ისრაელი დაესხა ირანს თავს. და ბირთვული არაღი ისრაელს დაესხა რუსეთი თავს, ხო, უკრაინის, რომელიც ამბობს, რომ ნატოს გაფართოება ჩემთვის არის წითელი ხაზი და იქაც ეუნებიან, რომ არ ფართოვდება ეს ნატო ისე როგორც ამბობ, რომ ბირთვული არაღი არ იქნება, მაგრამ ხო წერია, ხო არსებობს სამიტის გადაწყვეტილებები. აი ეს იყო მთავარი საფუძველი, ხო, რაც გამოიყენა და ეხლა დასავლური სამყარო განსხვავება ის არის. აკეთებს იგივე ეს. განსხვავება ის არის, რომ ნატო მართლა ფართოვდებოდა. ამის მტკიცებულებები გვაქვს და ნატოს შეპირებული ქონდა უკრაინისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც. ჩვენ მტკიცებულებები არსებობს ამის, ხო? შეიარაღებების გაძლიერება, თვითონ მერკელის ახსარება, რომ თურმე მინსკის შეთანხმება იყო, ასე ვთქვათ, სადყო არა იმის დრო მოეკო და უკრაინა შეიარაღებინათ და ასე შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს იგივე მტკიცებულებები ირანზე. 30 წელი ამას იძახის ისრაელი, მაგრამ მტკიცებულებებს ვერ დებს. ამერიკელებიც კი უარყოფენ ამას, ხო? აქედან გამომდინარე, როდესაც ერთი სახელმწიფო თვითონ არის ბირთვული არაღის მქონე სახელმწიფო, რომელიც გენოციდში არის დადანაშაულებული საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მიერ ჰააგაში და სადაც ნეთანიაჰუზე დაკავების ორდერია გამოცემული კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო, აი ეს ქვეყანა მე ვფიქრობ აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტს იძლევა, ვიდრე მაგალითად ამის შედარება რუსეთ-უკრაინასთან. თუმცა რაღაც პარალელები შეგვიძლია ზედაპირულად გავაკეთოთ, მაგრამ რო ჩავორღმავდეთ, ნახავთ, რომ სულ სხვა კონტექსტი არის აქ. და ასევე ირანსა და ისრაელს შორის განსხვავება ისე, რომ ისრაელს აქვს ბირთვული არაღი. ირანს არ აქვს ბირთვული არაღი. ირანს ბირთვული არაღი დღეს რომ მქონდეს, ვერანაირ გაუბედავდა იმ თავდასხმას, რაც გაუბედეს ახლა. და ისრაელისგან განსხვავებით კიდე ქალებს და ბავშვებს ეკლესიებში, მეჩეთებში და სავანტყოფოებში არ ხოცავს ირანი. ეს არგუმენტი არსებობდა სხვათა შორის უკრაინის სასარგებლოთაც და ჩვენ ვიცით დიდი რა იყო დიდი გაცვლის საგანი, რომ უკრაინას საბჭოთა კავშირი დაიშალა, დასავლეთის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს იარაღი არ გაფანტულიყო, მთავარი იყო ბირთვული საფრთხე და რაღაცა სამართალმემკვიდრედ გამოცხადა რუსეთი, ყველაფერს თავი მოუყარეს რუსეთში და შემდეგ ვისაც ყაზახეთიდან რაც გავიდა, უკრაინიდან რაც გავიდა, მათ მისცეს გარანტია, რომ აი თქვენ სამაგერად არაფერი არ შეგეხებათ. ნატოს გაფართოების სანაცვლოდ ეს პირობა დაირღვა და ნუ ეხლა უკრაინა აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, სადაც არის. მაგრამ აი აქ ჩვენ ნახეთ დასავლეთის ძალიან ზომიერი რეაქცია, ხო? ანუ ის პრაქტიკულად მას რამაც შემდეგ გააჩინა ეს თავარი პრეტენზია, რომ თქვენ უკრაინას იყენებთ. ერთი არის ომის დაწყება, ომის მოგერიება, ანუ აგრესიის, მაგრამ მეორე არის უკვე განგრძობითი ომი, როდესაც შენ აძლევ იარაღს, რომ არ შეიძლება ხანგრძლივად იომოს, მაგრამ ეს იარაღი საერთოდ არ ემსახურება ომის დასრულებას. როდესაც საბჭოთა კავშირი თუნდაც ლენდ-ლიზის საშუალებით იღებდა იარაღს, ან რაღაცა ლოჯისტიკას ამერიკისგან, ხო? ეს თლიანად მიზანი იყო გასაგები, ეს იყო გერმანიის ფაშისტური გერმანიის დამარცხება ბოლომდე და მისი დედაქალაქის აღება. დღეს მსგავსი არაფერზე არ არის, და პირიქით ესკალაციაზე უნებია რომ არ წახვიდე. მაგრამ ეს იარაღი იმასაც არ შველის, რომ თქვა თავის ტერიტორია გაანთავისუფლოს. აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით, აი ამ ზარდი საფრთხის გათვალისწინებით, როცა ამერიკის პრეზიდენტი აი წელავს რაღაც საათებს, დღეებს, გადაწყვეტილება აი უკვე მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი, აი ნახოთ რას ვიზავ, აი ხა ეს მიმდინარე დღეების დღის ამბავს ვამბობ, ხომე? აი ამ ფონზე ჩვენ რანაირი მსოფლიო შეიძლება შენი აზრით მივიღოთ ყველაზე უფრო რეალისტური რა სცენარი ჩანს? ყველაზე რეალისტური უკვე ჩანს, რომ ამერიკის და დასავლეთის ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება. ეხლა გააჩნია როგორ დამთავრდება ეს ჰეგემონია.
წყნარად ჩაესვენება მათი მზე თუ დაიწყებენ მესამე მსოფლიო ომს ირანთან ესკალაციით. იქიდან გამომდინარე ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირი უცებ გადაკეთდა გეოპოლიტიკურ ერთობად, ეკონომიკურ პოლიტიკური ერთობიდან, ხო, უკრაინასთან მიმართებით. და იმ წუთში თავდაცვა და ასე შემდეგ, როდესაც უკრაინაზე მოხდა თავდასხმა. მაგრამ როდესაც ირანზე მოხდა თავდასხმა, პირიქით მოხდა. ისრაელთან დაიწყო ფრაუ ურსულა ფონ დერ ლაინმა საუბარი. და ყველა სასაცილო ის არის, რომ ალბათ ქართულმა აუდიტორიამ არ იცის, მაგრამ გერმანიაში და მან შორის ირლანდიელი ევროპარლამენტარები ურსულა ფონ დერ ლაინს ფრაუ გენოციდსაც ეძახიან ხუმრობით. ხუმრობით არა, იმით. ჰიტლერის სამართალ მემკვიდრეს განსაკუთრებით, როდესაც მთლიანად დაიჭირა ისრაელის მხარე და მერცაც წამოწდა ახალ კანცლერს გერმანიის, რომ ისრაელიო ჩვენ ბინძურ საქმეს აკეთებსო დღესო ახლო აღმოსავლეთშიო. და აქედან გამომდინარე კიდევ ჩანს, რომ მსოფლიოს 14%, რომელიც არის მსოფლიოს უმცირესობა, რომელსაც ჩვენ არ მივეკუთვნებით, კიდევ აძლევს თავს უფლებას, რომ ძველი კოლონიალური და იმპერიალური სიდიდით, ასე ვთქვათ, დადგმეს. ან წარმოუდგენია, რომ დადგმეს. ჩვენ ხედავთ რყევებს ეკონომიკურ ყევებს, როდესაც დიდი შვიდეული უკვე აღარ არის წამყვანი ეკონომიკური გაერთიანება მსოფლიოში, მათი ეკონომიკა ბევრად უფრო დაბალი არის, ვიდრე მაგალითად ბრიქსის ერთეული. ჩვენ ხედავთ მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის კოლონიალიზმი დასრულდა აფრიკაში, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების, დასავლურ აფრიკულ ქვეყნებში, ბურკინა ფასოში, ნიჟერში და სიერა ლეონეში მეგონი თუ არ ვცდები, მოხდა გადატრიალებები და გააგდეს ფრანგული ჯარები. აქედან გამომდინარე, ჩემთვის უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ თვითონ ეს რაღაც დასავლეთის რაღაცა გავლენა უფრო და უფრო მცირდება მსოფლიოში და ამასთან ერთად გავლენებთან ერთად, პოლიტიკურ რეალისტურ გავლენებთან ერთად, მათი ეგრეთ წოდებული ლიბერალური საერთაშორისო დღის წესრი, სადაც იყო საერთაშორისო სამართალზე ლაპარაკი, სადაც იყო ადამიანის უფლებების ლაპარაკი, რეალურად გამოდის ფარღაღალა და უსამართლო. მათ შორის არა მხოლოდ პალესტინის, ირანის მიმართებაში, მათ შორის საქართველოს მიმართებაშიც ჩვენ ვნახეთ, როგორ უსამართლოდ მოგვექცა დასავლეთი, განსაკუთრებით და როგორ გამოიყენა თავისი პოლიტიკური გავლენების გასატარებლად საქართველოში ბოლო 2-3 წლის მანძილზე. ეხლა ძალიან საინტერესო საკითხებს შეეხე, იმიტომ რომ ჩვენთვის ცხადია, რომ ბირთვული პროგრამა ფრონტის ხაზზე ავძეევკაში ან საქართველოში ყბადაღებული არჩევნებზე გაჟონილი ბიულეტენი. ეს ყველაფერი არის საბაბი, სადაც თითქოს გადის ფრონტის ხაზი. მაგრამ არ დაგვაუწყდეს, რომ ბიულეტენზე თვითონ გვიმტკიცებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ლიბერალებს, რომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, იმიტომ ეს არჩევნები ვერ გაყალდება. ეგ არგუმენტი დიდხანს ცნობილი. და მე 3 კვირა დაჭირდათ, რომ მოეფიქრებინათ ეს თქმა მინდა, ნახე, სინამდვილეში ჩვენ გვესმის, რომ ეს ბევრად უფრო ფუნდამენტური და დასავლეთ შორის ბრძოლა რაღაც ფუნდამენტურ საკითხზე, მით მე ხა ირანზე უკვე ვილაპარაკეთ და ანუ ამის ექსტრაპოლაცია, რომ ჩვენ ძალიან პატარა მასშტაბზე გავაკეთოთ და გადმოვიტანოთ, ხო? რომ პრაქტიკულად იგივე ენერგიად გადის, რაც შენ აღწერე, მსოფლიოს 14%, რომელიც 10 წლების განმავლობაში გამოცხადებული იყო საქართველოში, ესე ვთქვათ, ოფიციალურ დოქტრინად და ამის ისტორიული საფუძვლების გამყარებისთვისაც ძალიან დიდი შრომა გაიწია, უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია მიზნობრივად შეიქმნა და მათ ესე ვთქვათ, ბევრი ოფლი მოიდინეს იმისათვის, რომ ისტორიული დასაბუთებაც გასულიყო, რომ ჩვენ რაღაც უნდა დაუბრუნდეთ, სახში ბრუნდებით, ამ ქვეყანას ვიკიდებ ზურგს და მივიდივართ თუ რა შევით, არ ვიცით, მაგრამ ანუ და დღესაც ეს ისეთი ძლავრია ეს ინერცია და გარკვეულწილად მესმის, იმიტომ შენ თუ ამას რაღაც რწმენის რანგში გადაიტან და მე ეს გეოპოლიტიკა იცვლება, შენ გარკვეულად იდენტობას კარგავ. მე ერთგვარად ყოველგვარი აგრესიის გარეშე შეიძლება იქ რაღაცა კომიკურ ელემენტებსაც ვხედავ მე დღეს რაღაც პროტესტის დროს, მაგრამ ამ ადამიანების, მეჩვეულებრივი ადამიანების აბსოლუტურად მესმის. ნუ ყოველად მიუღებელი არის ის ფიგურები, ვინც აი ამ პროტესტის უკან დგანან, ძალიან სივსისხლიან ზუსტად იციან რა საკეთებენ და რაში იყენებენ ამ ადამიანებს, რომელსაც ჯერ წირავენ აი ამ რაღაც წინახაზე დგომისთვის და შემდეგ, როდესაც ისინი შარში გაეხვევიან, მათ გამსხვერპლებას ესე ვთქვათ იწვევენ. აი მზია ამაღლობელის თემა არის კლასიკური кейსი ამის. ანუ რისი თქმა მინდა, ნახე, ჩვენთან რეალურად ეხლა მიდის ბრძოლა სწორედ აი ამ შეხედულების შორის. ჩვენ სინამდვილეში საქართველოს, ანუ დღეს შექმნილ ვითარებაში, სად არის, როგორ უნდა გადარჩეს, რა ისტორიული საფუძვლები გააჩნია მართლა და როგორ უნდა ნავიგაცია გასწიოს ამ გეოპოლიტიკის მღელვარე ტალღებში და არსებობს აი ეს ისტორიული ნარატივი, რომ არსებობს მხოლოდ ეს 14%-იანი ესე ვთქვათ დასავლეთი, რომელიც რასაც იტყვის, ეს არის აბსოლუტური. ანუ ტედ კრუზი არის ბევრად სრულად გასაზიარებელი მაგალითი,
და მისაბაძი თქვენ იცით რომ ტეტკრუს ფაქტობრივად მისი ყველა სიტყვარი ფატვა თქვენ იცით რომ ტეტკრუს იცით რომ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა უშუალოდ პირდაპირ საქართველოზე მაგალითს მოგიყვანთ ახლა მაგალითად 2019 წელს ფრონტერა ნავთობ კომპანია ამერიკული ნავთობ კომპანია რომელმაც დაარღვია ბევრი შეთანხმება და 11 თვის მანძილზე დატოვა ქართველი მშრომელები დედოფლის წყაროში ანაზღაურების გარეშე, სადაც ორმა ადამიანმა სესხების გამო თავი მოიკლა, იმიტომ რომ ვალებს ვეღარ ისტუმრებდა და საქართველოს არბიტრაჟში წაიყვანა ფრონტერა. მოუგო სასამართლო და ფრონტერას დაიკისრა ვალდებულებები და საქართველოსთან წასვლა. თუმცა მაშინ ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე ყველაფერზე თავს უქნევდა ხოლმე ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ სხვანაირი დღის წესრიგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვეუბნებოდით, რომ ამერიკას როცა დაჭირდებოდა გაგწირავდა, არ ჯეროდათ ამის, იმიტომ რომ თამწუხაროდ ქართულ ოცნებაც თვითონაც ამ მანტრაში იყო გახვეული, რომ das West is the best, დასავლეთი არის საუკეთესო, ხო? და რა გააკეთეს ტედკრუზმა და მისმა პარტნიორმა სენატორმა, უფროსმა სენატორმა ტეხასიდან დაწერეს წერილი, რომ ამერიკული კომპანიის გაგდებით, რომლის გამოც ორმა ქართულმა თურმე თავი მოიკლა, ამ კომპანიის გაგდებით საქართველოს უკან იხევდა დემოკრატია. იმ წუთში და ფრონტერა დაბრუნდა. ფრონტერა დაბრუნდა საქართველოს. ბაკალეი კალკინის მსგავსი სახელი და გვარი ქონდა ემიმას. და ფრონტერა დაბრუნდა საქართველოს. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც მეც მესმის აბსოლუტურად ამ ხალხის, იმიტომ რომ ამ ხალხისთვის ჩვენი 30 წლიანი ისტორიით შევარდნაძიდან მოყოლებული, სააკაშვილის დროს ნატო იყო ოცნება, ევროკავშირი აქცია, იდენტობად. და ოცნება იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ქვეყნის გარეთ დასაქმებას გვპირდებოდა და ეჯიბრებოდნენ. 2018 წლის არჩევნებში ბაქრაძე და ოცნება ვინ უფრო მეტად დაასაქმებდა ქართველებს უცხოეთში და კარგად, ხო? ნუ ეს მარაზმი არის ჩემი აზრით, ეს არ არის სახელმწიფოებრივი ხედვა. ქართულ ოცნებას მერე გაეხსნა გონება, როდესაც ნახა, რომ ნეოკონსერვატორები თურმე სხვანაირად აღიქვამენ მსოფლიოს ვიდრე ისინი, ხო? რომ რეალურად საქართველოს მათთვის მხოლოდ ფრონტის ხაზი იყო და ქართულ ოცნებას ასე ვთქვათ მოუწია დამოუკიდებლობა, როგორც მენშევიკებს 1921 წელს მოუწიათ დამოუკიდებლობა. მიუხედავად იმისა, სურვილი არ ჰქონდათ, ავტონომიურობა უნდა დაახლოებით ეგეთია. შეხედება მქონდა, რომ ყოველთვის ხდება რაღაცა, შეიძლება შიდა დინებები არსებობს, მაგრამ არსებობს გარე ფაქტორი, როცა რაღაც ფანჯარა იღება და შენ გიწევს მე ამაზე რეაგირება. პირველი რესპუბლიკის გამოცხადება ზუსტად იგივე იყო, მეორე რესპუბლიკის, ანუ საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადებას და მასში ცხოვრება ზუსტად იგივე იყო, ანუ გარეთ ძალამ განაპირობა და ხალხის უმრავლესობა გააგრძელა იქ ცხოვრება და იგივე ხდება მესამე, ანუ ეხლანდელი რესპუბლიკის დაფუძნების დროსაც. იქნებ მეოთხე რესპუბლიკა გვჭირდება. არა, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ ეს სანამ შიდაცვლების რესურსი გაქვს, ეს არ არის საჭირო, მაგრამ ნახე რაზე მინდა გავუსვა მე ხაზი რა. მე მესმის აბსოლუტურად რასაც იძახი და მე შევიმეორებ, რომ 10 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ პირდაპირ იცხოვრა იმ პარადიგმაში, რაც მას მემკვიდრეობდა. და კი და ქართულ ოცნება, მაგალითად, შრომის კანონმდებლობა, როდესაც მიიღებოდა, ნაცვლად იმისა, რომ პროფკავშირები ამ შრომელს წარმოადგენლები მჯდარიყვნენ, ისხდნენ მაგალითად არასამთავრობოები და ბიზნეს ლობისთან ერთად იღებდნენ შრომის კანონმდებლობაში გადაწყვეტილებას. ნებისმიერ კანონმდებლობას, რომელსაც ქართული ოცნება იღებდა, ყველგან საჭირო იყო ვიღაცა არასამთავრობო ექსპერტის დაჯდომა. ეგ კი არა რუსთაველის ფონდი არსებობს, ეგეთი სამეცნიერო ფონდი, რომელიც ჩვენი გადასახადებიდან ქართული გადასახადებიდან ფინანსდება და რომელიც ეს უნდა იყოს სახელმწიფო ფონდი და რომელმაც უნდა გასცეს გრანტები ქართულ მეცნიერებს. ეს ფონდი ქართულმა ოცნებამ გადასცა უცხოელებს. და დღევანდელ დღეს ქართული ოცნება კანონმდებლობით არის შეზღუდული და ვერაფერს ვერ უშვება ქართულ ფონდს, რომელიც ილია უნის აფინანსებს, რომელიც რევოლუციებს გეგმავს. რევოლუციებს გეგმავს იმიტომ, რომ ისინი თავიდან ბოლომდე არის დაქვემდებარებული, მაგალითად იყვნენ დაქვემდებარებული დასავლურ ინსტიტუტებს. აქედან გამომდინარე, ქართულმა ოცნებამ გააძლიერა თვითკოლონიზება. ერთის მხრივ, მაგრამ ძალიან სერიოზულად. აი მე შემიძლია მოგიყვანო რამდენიმე მაგალითი. მაგალითად, პირველი ის, რომ არათუ რუსთაველის ფონდი ძალიან და შენ იციეს ალბათ, რომ დიდი იყო სურვილი და ძალისხმევა, რომ საერთოდ სასამართლო სისტემა გადავზეთ უცხოელებს. კი ბატონო. ჩავატაროთ აქაურების ვეტინგი და ეს გააკეთოს უცხოელებს. აბსოლუტური. მე მაქვს ნანახი წერილი, როცა კონსტიტუცია 2017 წელს რაღაც განახლდა და შესწორებით შევიდა. ხო არის დღეს თავარი ხაზი, ანუ არავის არ აქვს 77 მუხლი წაკითხული და 78 მუხლი იქცა ერთგვარ ფეტიშად, ხო? რომ საქართველოს უნდა გაწევრიანდეს კონსტიტუციაში, ნუ ეგეთი ჩანაწერის არსებობა ჩემს არც ერთ ქვეყანას არ უწევს. გარდამავალი წერილი. მე შემიძლია მოგაწოდო წერილი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსი, როდესაც კონსტიტუციის წელი იყო, რომელიც ითხოვდა, რომ ეს უნდა დაფიქსირდეს პრეამბულაში. პრეამბულა არის აი თავარი ნაწილი, ხო, კონსტიტუციის. ეს იქ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი. ანუ ქართულმა ოცნებამ ამ წლების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ გეთანხმები, რომ ეს პარადიგმა იყო ზუსტად ის, რაც მემკვიდრეობით ხვდათ, მაინც
გააკეთა ამის ერთგვარი მიტიგაცია, შენელება. ეხლა ისეთი ყვამიდან. და ბოდიში ერთამეს დავამატებ. მე არ დამავიწყდება. რომ კაპიტანი ეკაგი გაურით საერთაშორისო გამჭვირვალობის თავმჯდომარე მეც კაპიტანი გაურს ვეძახი, იმიტომ რომ მახსოვს ნაციონალური მოძრაობის დროს ვინ იყო და რას წარმოადგენდა. ჩვენ დაგვიწყო სტუდენტებს დებატი, რომლებიც ვითხოვდით სააკაშვილის მიერ დადებულ ლიბერტი აქტის კონსტიტუციიდან ამოღებას. ანუ ჩვენ კონსტიტუციაში მაგალითად პარლამენტს არა გადასახადების ცვლილების პოლიტიკა, ანუ ფისკალურადაც შეზღუდული იყო. ანუ ჩვენი კონსტიტუცია არის ცუდი, არ ვარგა. იმიტომ რომ ერთის მხრივ გეუბნება რომ სოციალური სახელმწიფო, მეორეს მხრივ გეუბნება რომ გადასახადებს ერთვლა, მესამე მხრივ საგარეო პოლიტიკას გინსაზღვრავს სოფლიო რეალობაში, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. ეს კონსტიტუცია არ ვარგაო. ქართულ მოცემამ მიიღო ძალიან ცუდი კონსტიტუცია. მას ჰქონდა საშუალება გაეთავისუფლებინა თავის საგარეო პოლიტიკა გაეხადა უფრო მოქნილი და რეალურად ხალხზე უფრო მეტად ეზრუნა ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა შემოეღო, რომ ხალხზე არასამთავრობოებს არ ქონოდა ამხელა გავლენა. იმიტომ რომ არასამთავრობოებს იცით რატო აქვს გავლენა ხალხზე? სიღარიბის გამო და ხალხს პერსპექტივა არ აქვს. ჩემი ბავშვების მეგობრები ყველა წასულია საქართველოს, რომ სამსახურებს ვერ ნახულობენ. აი ეს რეალ ფასები იზრდება, ხალხი გარბის ქვეყნიდან, ქართული ოცნების პოლიტიკა არის კრახი ეკონომიკური და მე მელაპარაკები სუვერენულობას, რომელ სუვერენულობაზე მელაპარაკებ ჭიათურა რომ ისევ გააკეთეთ და ვერაფერი ვერ გააკეთა ოცნება. არა, უბრალოდ დავამთავრებ. არ არის საბჭოთა პერიოდიდან სააკაშვილმა გაასხვიზა, დაპირება რა იყო ამას სხვანაირად მოექცეოდნენ, მაგრამ ოცნებას ჰქონდა სერიოზული კრახი. ეკონომიკური პოლიტიკას თუ არ შეცვლის ოცნება, სუვერენულობაზე ლაპარაკი ფუჭი არის. საგარეო პოლიტიკა შენ ვერ შეინარჩუნებ თუ ხალხი ყავს უკმაყოფილო. და შენ თუ ხალხი ყავს უკმაყოფილო, ეკონომიკურად და ხალხი თუ მშრალი და პერსპექტივას ვერ ხედავს ქვეყანაში სოციალური კუთხით, ის ხალხი მე მიდის ან შენ წინააღმდეგ აძლევს მას. შეხო გესმის ეს რომ წასვლის მიზეზი კიდე არის კონკურენტუნარიანობა, როცა ლაპარაკი არის და შენ ამბობდი მიგრაციას და საზოგადოებრივ დასაქმებაზე ქართული ოცნების პოლიტიკა იყო ცირკულარული მიგრაცია. ხო შენ მიდიხარ მე ბრუნდები და უბრალოდ შენ გახსნილი აქვს ეს. უმეტესობა არ დაბრუნდა. გესმის რომ კონკურენცია არ მესმის. არანაირ ეს დასაქმების ბაზარი სხვანაირია და ეს უმუშევრობა წირდება ხო? უმუშევრობა შეიძლება მცირდება, მაგრამ ხელფასები მე პროპკავშირების წარმომადგენლიც ვარ, მე გეტყვიერთ რაღაცას. ექთნების ხელფასი რამდენი იყო შენი აზრით? არა, ექთნების ძალიან დაბალია. 140 რატო? იმიტომ რომ პრივატიზაცია მოხდა, იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა მთლიანად ჯანდაცვა, რომელიც ბევრ ქვეყანაში არ არის მიღებული. ბევრი ჩავარდა ოცნებას, რომელსაც შეუძლია დღემდე გამოასწოროს. თუმცა სამწუხაროდ მისი ეკონომიკური პოლიტიკის ხედვა არ შეესაბამება მის საგარეო პოლიტიკურ ხედვას. ისე ჩვენ მაინც ვიმყოფებით ჩემი აზრით, ეხლა ეს 2025 არის სერიოზული გარდამავალი პერიოდი, იმიტომ რომ ეს ძურა აი რაღაც შემოტრიალება გამოიწვია 2024 წლის მოვლენებმა, მაგრამ მე მინდა იცისად დაგაბრუნო, რომ აი ამას, აი ამ დასავლურ პარადიგმას და ადამიანების რეზისტენტულობას, აი ამ ერთგვარ იდეალიზმს აქვს ძალიან სერიოზული ფუნდამენტი. იმიტომ რომ როდესაც 2003 წელს მოხდა ცვლილება, შემდეგ ძალიან მალე, ანუ ზუსტად აქედან 2 თვეში, ჩვენ გადავიქეთეთ სუპერ საპრეზიდენტო სახელმწიფოდ და ადამიანები, ვინც ამაში უმრავლესობა ვერ ერკვეოდა, ანუ სრული უმრავლესობა მისცეს მაშინ მხარი დაუჭირეს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ეს ქვეყანა მოერგო თავის თავზე, გამოიყენა რა უკვე მომზადებული ცვლილებები. აქედან ძალიან მალე 1 წელიწადში ირღვევა შიდა პოლიტიკური ბალანსი, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. მოდი ვთქვათ რომ და აქედან ზუსტად 3 თვეში საქართველოში ჩამოდის ამერიკის პრეზიდენტი და ეს არის მიშას ანუ ვარსკვლავის საათი. ის პრაქტიკულად იღებს მანდატს, მას აქვს შიდა მხარდაჭერა, ჯერ იმდენი არაფერი არ დაშავებული, პირიქით არის რეფორმების საბურველში გახოვული, გახსოვს ეს პირველი წლები, რაღაცა ქვეყანაში არის სრულიად პოზიტიური განწყობა, დამოკიდებული ძალიან პატარა არის ადამიანებიც კრიტიკულად უყურებენ და ხედავენ საფრთხეს იმისი რა შეიძლება მოხდეს. და აი ამ მწვერვალზე მყოფი სააკაშვილი ძალიან მალე 2 წელიწადში ახერხებს რომ მიიღოს უდიდესი საპროტესტო ტალღები, მანეს ისე გაატარა. ერთადერთი მას შეუძლია დააბალანსოს და აქ ძალიან გავს ამ ნაწილში ნეთანიაჰოს, რომელსაც ტომები აქვს ესე დახვევებული, ხო, იმ რაღაც საგამოძიებო სტრუქტურებს მის საწინააღმდეგო და მან მხოლოდ ფსონი უნდა გაზარდოს იმისათვის რომ მან გააგრძელოს ქვეყნის მართვა და ბოლოს ჩვენ ხედავთ აგერ ეს ყველაფერი სრულდება ირანთან ომით, წარმოუდგენელი მასშტაბის ომით, ზუსტად იგივე გააკეთა სააკაშვილმა, რომელსაც იპოვა პრობლემები, საგარეო პრობლემები, სეპარატიზმი და 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა. მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე იმისათვის გაზარდა. ამავე დროს მან დაინახა ძალიან კარგად
როგორც ქართველებმა იცოდნენ მოსკოვში დერეფნებში საბჭოთა პერიოდში როგორ უნდა ევლოთ, მან ძალიან კარგად იცოდა ვაშინგტონი და კეი-სტრიტი როგორ არის მოწყობილი და მან ძალიან კარგად დაინახა ის ნიშა, როგორ შეიძლება ის გამოაგდეს დასავლეთს და ბალტიისპირეთის ყაიდაზე დააფორმატა ეს ქვეყანა, სადაც თქვა რომ რუსეთი არის მტერი, ეს არის თქვენ მტრის ხატი, პრაქტიკულად პოლიტიკური მანევრის საშუალება შეიზღუდა ჩაუშევიყვანა აი ამ ავანტიურაში, რომელთაც გამოვიდით დავარცხებული და მან მე უბრალოდ თავის ავტორიტარიზმს მოუჭირა. ის საკონსტიტუციო ცვლილებებიც, რომლის გამოსწორებაც არის 2017 წლის კონსტიტუცია, სწორედ ემსახურებოდა მთავარი ამოცანა იყო ის, რომ თუმცა საბოლოო ჯამში მოსახლეობისთვის ყველაზე საჭირო რაც იყო ისინი არ გამოსწორებულა. ანუ ხო, ან მაქამდე ვეღარ მიდიხარ. ხო, გესმის რომ დღეს უამრავი სოციალური პრობლემა თუ ადამიან들 თავს ტელევიზორს ის ხედავს აბსოლუტურად არ ვიცი, სიმულაციას პოლიტიკის ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვთქვათ ლაპარაკობდეთ და კონკრეტულად ვითვლიდეთ, თუნდაც მე ყავდა რამდენჯერ. თუნდაც ვილაპარაკოთ, ვინდა თუნდაც რა შეიძლება იშოვოს. ან საპენსიო რეფორმას, ან ვერ ჩადიხარ ამ სიღრმეში, იმიტომ რომ პოლიტიკური ველი ოკუპირებული არის რაღაცა აბსოლუტურად სულელური. თქვენ უბრალოდ პრობლემა რას ვხედავთ, რომ გეთახობი მაგაში, მაგრამ ნება არ არის პოლიტიკური და იდეოლოგიური ჩარჩოებსაც მე ძალიან კარგად ვერ ყვები მათ იდეოლოგიურ ჩარჩოებში ამდენი წლის მანძილზე. ნება არ არის ქართული ოცნების ეკონომიკური გუნდიდან იდეოლოგიური ჩარჩოების შეცვლის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი საუბრობენ სუვერენულობაზე, რასაც აბსოლუტურად მივესალმებ, როგორც იქნა, დარს უკრავ. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს სუვერენობა არ გადის ეკონომიკურ სუვერენობაში. არა, ეკონომიკურ სუვერენულობის გარეშე როგორ უნდა იყოს ქვეყანა დამოუკიდებელი რაღაცა, ანუ როდესაც ჩამოდის სოფლიო ბანკი, რომელიც თავიდან ბოლომდე კონტროლდება იმ ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტიით, მაგრამ გლობალური ომის პარტიას ქართული ოცნება ბოლომდე ვერ ასახელებს ვინ არის, მაგრამ ჩვენ ყველა ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატებია თავიდან ბოლომდე თვითონ მათი აგრესიული იმპერიალისტური პოლიტიკით. ოღონდ ქართული ოცნებას დიპლომატიური მოცემულობიდან ვერ ასახელებს და ეს გასაგებია. მაგრამ დონალდ ტრამპიც იგივე deep state-ია, შევხედოთ და ვნახავთ, ეხლა როგორ პოლიტიკასაც ატარებს, ხო? იცი, შეიძლება სუვერენულობისკენ შემოტრიალებას შეუძლებელია თუ ამ გზაზე დადგება ხვალდაზე ამის გაკეთება. ხვალდაზე არ არის. ხვალდაზე ნახოთ, იმიტომ რომ მათ ქონდათ უნიკალური საქმეა, გესმის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ როცა მე 12 წელია ამას ვუყურებ. მე 12 წელია ვუყურებ. და ქართულად ვთქვათ, რუსეთის მიერ დაწყებული ომი შეიძლება დღემდე ესე ყოფილიყო. რომ არა ეს ომი, რომელიც ჩემის აზრით სააკაშვილი წამოეგო და ძალიან დიდი გავლენები ქონდა მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუის ომს არ ვიძახი, მე ვიძახი 2022 წელს. 2022 წლის ომი რომ არა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო რთულ მდგომარეობაში ვიქნებოდით სუვერენულობის გააზრების კუთხით და ისე არა, საერთოდ არაფერი არ მოხდებოდა, გაგრძელდებოდა უბრალოდ ისე. და გაგრძელდებოდა. ვიდრე თანდათანობით არ მოხდებოდა რაღაცა. მაგრამ მე ამან შეცვალა გეოპოლიტიკა. ამან შეცვალა ის და ამან შეცვალა თვითონ არასამთავრობოების გადამტერებაც, იქიდან გამომდინარე, რომ არასამთავრობო პირდაპირ აიღეს გეოპოლიტიკური დღის წესრიგი თავიანთი მოცემულობაში და არასამთავრობო ანახეს საბოლოო ჯამში თავიანთი სახები ისე მსახურებოდნენ, ხო? და ქართულმა ოცნებამ როდესაც უთხრა, რომ თქვენ აღარ დაგსვავთ პარლამენტში და კომიტეტებში თუ არ დაждდებოდნენ და არ დაწერდნენ, ვინმე მე სიტყვა შევაცვლევინე კანონმდებლობაში მისაღები, მაშინ გრანტს ვეღარ კარგავ. ამიტომ სწორედ აი ეს მინდა ბოლოს რამდენიმე წუთი დაგვჭა და აი ამას რო შეეხო, რომ ჩვენ ეხა აღწერეთ პრაქტიკულად რამდენი რამე დაიმსხვრა, სხვა შორის რამდენი დაიმსხვრა თვითონ ამერიკაშიც USAID-ის დახურვა, გაუქმება, რაც მოყვა ამას, ანუ ეს ჩვენ ამას ვერ დავხურავდით, ხო, ეს გარედან მოხდა, გარე ფაქტორია, მაგრამ აი მიუხედავად აი ამ შეცვლილი ვითარების, ამ ომებისა, აი ამ რაღაცა მთლიანი ცვლილებისა, რატომ გრძელდება საქართველოში აი ეს იგივე პარადიგმით აზროვნება მე-20 საუკუნის რაღაცა პოსტცივიომისეული პერიოდით, ესე აი ამ პატარა ჩარჩოში აზროვნება, აღარც სააკაშვილი არსებობს, აღარც ეს ლიდერები არსებობენ, ეს ხალხი აგრძელებს ისე ლაშქრობას იმ დღის წესრიგისთვის, რომელიც აღარ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილი რეალურად იყო ერთ-ერთი ფიგურა, ის იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, მაგრამ იგივე შემიძლია ვთქვა, რატომ არის ქართული ოცნების მთავრობაში ნათია თურნავა, რომელიც განკარგავს ეკონომიკურ პოლიტიკას, ბენდუქიძის პირველი მოადგილე, შევარდნაძის დროს ის იყო პირველი მოადგილე, ზუსტად ის არის ნეოლიბერალური ეკონომიკური დღის წესრიგის თავსმომხვევი ჩვენ ქვეყანაზე, ხო? ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც ჩვენ გონია, რომ უცებ ქართული ოცნება თუ ვითომ კონსერვატიზმისკენ რო შეტრიალდება, რამე შეიძლება. პერსონებში არ არის. პერსონებში არ არის. პერსონები აჩვენებენ იდეოლოგიურ, არ გეთახო, იდეოლოგიურ მოცემულობას. არ არის ზედაპირული მოცემულობა, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გონია, რომ მხოლოდ საგარეო არის, რაც აწარმოებენ ისინი კიდე აფინანსებენ ამ არასამთავრობოებს და ისინი კიდე ცდილობენ, რომ თავიანთი ხალხი, იმიტომ რომ ისინი
დასავლეთს მიაჩნია, რომ ესენი არიან მათი ხალხი, ეს არასამთავრობოები, რომელიც ამდენი წელი გამოზარდეს, შექმნეს და მაგას ვიძახი, ეს არის ნაცმოძრაობის მთელი ეს პარადიგმა, რომელიც საქართველოსგან აკეთებს პოლიტიკური მანევრი გაქვს შეზღუდული და მხოლოდ აკეთებს შენი მთელი პოლიტიკა უნდა ამოდიოდეს თავარი პოსტულატია რომ რუსეთი არის მტერი, გესმის? ანუ შენი ქვეყანა როგორი უნდა იყოს ამაზე არ ვახარაკობ. თავარი არის რომ ის არის მტერი. ეგ არის თავიანად გაატარო, რომელსაც მე დღესაც ვკითხულობ ხალხი ზუსტად ესეც არის, გესმის? დაიმხოს ირანი რა მოხდა? ანუ ყურის ძილში. და პრობლემა ეგ არის პრობლემა. იმიტომ რომ განათლების სისტემის რეფორმა დავაგვიანეთ, გეთანხმებით. განათლების სისტემის რეფორმა დაგვიანებული, რაც ეხა დავიწყეთ კარგი, იმიტომ რომ განათლების სისტემა, რომელიც არის გიწერს შენ ვაშინგტონი, რომელსაც არც იცის სად რა არის, რა სოფელში რა სკოლა. ინტერკრუზია რა ვაშინგტონი, აფერი მან არის. სამწუხაროდ ეგ არის, ისინი გვიწერდნენ. თქვენ რომ ნახოთ განათლების რეფორმის საიდან მოდის. ეს ექსპერტული კლასი, რომელიც შედარებით კომფორტულად გრძნობდა თავს შემოსავლით, განსხვავებით შრომელების უმეტესობისგან ქვეყანაში. კლასი არის, რომელსაც ეკონომიკა ქონდა. თავისთვის ბევრი კარგად ცხოვრობდა, სასტუმროებში დადიოდნენ, უცხოეთში დადიოდნენ, როდესაც სავიზო რეჟიმი იყო ჯერ, ხო? თავისთავად ეს კლასი ცდილობს გადარჩენას. და ისინი ეუბნებიან, რომ მე ვარ შენი ადამიანი, მე შენ ჩამირიცხებული და მე გავაკეთებ ყველაფერს რაც შენ გინდა. და ამასობაში როგორც აღნიშნე, მე აბსოლუტურად ახალგაზრდებისთვის იყო ბევრისთვის იდენტობის კრიზისი, როდესაც შეექმნებოდა რამე საფრთხე ჩვენი მაგალითად ევროკავშირში გაწევრიანების, იმიტომ რომ ეს მითი რომელიც შეიქმნა, რომ ჩვენ ვართ თითქოს ევროპის ნაწილი, ან ოდესმე ყოფილვართ ევროპის ნაწილი, იქნება დავბრუნდეთ. ამას გვასწავლიან ჩვენ 1991 წელს ვარ მე დაბადებული, ხო? ბავშვობიდან უნივერსიტეტი აქ მაქვს, ბაკალავრიატი დამთავრებული, მე სკოლა მაქვს დამთავრებული. ხო, ვიცი ეს სააკაშვილის მთელი რეფორმები ჩემზე გაიარა. პირველი ადამიანი ვიყავ, ვინც მე და ჩემი 12 წელი რო ვისწავლეთ, ხო? ანუ ეს რეფორმები მე ჩემი თავზე გამოვცადე. და მე როდესაც ცოტა უფრო კრიტიკულად დავფიქრდი, მივხვდი რომ ჩვენ არანაირ სარგებელს ჩვენი ქვეყანა აქედან არაფერს არ იღებს სააკაშვილის პოლიტიკით, საგარეო პოლიტიკით. მხოლოდ ამერიკის ინტერესებს ემსახურებს საბოლოო ჯამში. და მე მაგას გეუბნები რომ დღემდე ამერიკის ინტერესების გატარება არის დოქტრინა მთელი დიდი მართალი საბედნიეროდ პატარა პარტიების. არის. ხალხი ასმეს, ძია დონალდ, შეხედე ეს ხელისუფლება ამერიკულ ინტერესს ღალატობს. ხო და ნუ ეგ იაფარულავა დადის და სურათებით დადის სიტყვაზე. იაფარულავა დადის სურათებით, რომ დონალდ ტრამპს მოდი დახმარებავთ ხოვად, ხო? და აქედან გამომდინარე სუვერენულობაზე დაიწყო ოცნებამ ლაპარაკი, მას შემდეგ რაც საქართველოს უთხრესო კიდე ერთხელ უნდა ჩაება ომშიო რა. კი ბატონო, დიდი მადლობა რეზუმირებისთვის, ჩვენი დრო ამოიწურა, ძალიან საინტერესო ლაპარაკი, ჩვენ განვითარდება მოვლენები და იმედია კიდევ გვექნება შემდეგ ამ დისკუსიის გაგრძელების საშუალება. მე კი დღეს გემშვიდობებით ორშაბათამდე.